228 დაღუპული მოქალაქე 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი 8 ჯარისკაცი დღემდე დაკარგულად ითვლება. 150,000 ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა. დღემდე დევნილია 30,000 ადამიანი. ეს 4 წლის წინანდელი აგვისტოს ომის შედეგია. სწორედ 4 წლის წინ დაიწყო კრემლის ბრძანებით სამხედრო ოპერაცია საქართველოს რეგიონებში. ომის დაწყების მიზეზად კრემლმა მაშინ რუსეთის ეგრეთ წოდებული მშვიდობის მყოფელებზე თავდასხმის ინსცენირება გამოიგონა და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მოტივით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დღემდე ოკუპირებულია. თუმცა რუსეთი მათი დამოუკიდებლობის აღიარებას სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. რუსები იყვნენ, რა ფორმა ეცვათ და რუსები იყვნენ, შეიძლება. აი, ოსი იყო, რუსი იყო, მაგარი. თქვენი სახლი ომის დროს დაიწყო? ომის დროს დაიწყო. ჩემი სახლი გარ დაიწყო ომის დროსა. სახლები დაიწყო საერთოდ. მოყვნენ და დაწვეს, ახლა გაიგეშენ, ოსმა დაწვა, რუსმა დაწვა, არ ვიცი. მოდაწვეს ფაქტია.აფერი ვაღარ შეგვანარჩუნეთ, გორი იყო თუ რამე იყო დააკლეს, შეჭამეს. წაასხეს ჩემი საქონელი, რა ვისაც წაასხეს. მე დამანახებინე. დიდი ელიახის ხეობიდან 12 აგვისტოს გამო 6 საათამდე მაშინ ცხოვრობდი ავტომატები შემოდიოდეს. და ახლა იქ ვეღარ დამონდით? აა ვინ დამონდა? ეს შადი ხარ თუ რა ვიცი. ახლა ეს 4 წელი. ეგაზე მიყოლებული პაპიროსას. 4 ნიხი ჩემი აბანოში სათონში. რომელიც მაღალი იყო მოვიდა. ამყარი ხალხი ისეშონა. ისე თავპირქვეცამად. უჯერ დამიხალა ავტომატი ფეხებზე. აკრასაგეთენ ხალხში წალი. აი აქ ვიდექით საღამო საათები იყო და განსაკუთრებით იმ ღამით უკვე ლიახვის პირზე ჩამოცვიდნენ ბომბები, საშინელი. პირადად ჩემ ბაღში ჩამოვარდა, იმ ხელოვნურ გააკეთა კასეტური ბომბი. აქ და ის ბომბი სახურავზე დაფრინდა. თვითმფრინავი მისდევდა ჩვენი თვითმფრინავი, იმ თვითმფრინავს თორე აუცილებლად სახლი განადგურდებოდა და ალბათ ბომბები გაგვანადგურებდნენ. და რაღაც 15 წუთში დაიწყო კიდევაც რუსეთის მხრიდან დაბომბვა. მანამდე იყო ყველანაირი იარაღი ხმარება. საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდით. გაითიშა სულქი, არ იყო წყალი, არ მუშაობდა მაღაზიები, სოფელი ერთ ღამეს დაცარიელდა. მარადიორები რო დადიოდნენ, შემოდიოდნენ ეზოში და გვეკითხებოდნენ, მანქანა ვისა აქ ბაბო, გითხარიო და მე უთხარი შვილო, არ ვიცი მეთქი, მე ჩემ ეზოში ვარ და როგორ ვიტყოდი, კიდეც რომ მწოდნოდა რომ ვის ქონდა მეზობელსა მანქანა, ამას როგორ ვეტყოდი. ხო. და აი ესეთ შიში და უბედურებაში ვისხედით, აი ესე და ველოდებოდით, ვტიროდით, აივლიდნენ სამხედროები, ვტიროდით. ჩამოივლიდნენ ტიროდით რომ ესეთი უბედურება და სროლა და ის იყო. აქ იყო კაკლები, ახლო გვაქვს კაკლები, მანდ იყო ჯარი დაბანაკებული და მანდედანა დიდი სროლები და უბედურებები იყო. რო ისროდნენ იმებს და სუზანზარი გაქონდა შუშებსა და